ვარ მოისმინეთ სუსის ბრიფინგი, თქვენი პირველი კომენტარი რა იქნება და ასევე თუ გაქვთ ინფორმაცია, უკვე თავისუფალი ანა ნადარეიშვილი თუ ჯერ არ გაუთავისუფლებიათ? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. ჯერ კომუნიკაცია ანისთან ვერა გვაქვს სამწუხაროდ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ახლოს მომავალში ამ კომუნიკაციას დავამყარებთ, როდესაც მას ექნება უკვე შესაძლებლობა, რომ გამოვიდეს კომუნიკაციაზე. მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ამ რაღაცა ასპექტთან დაკავშირებით, რასაც გვაყურებია დღეს სუსმა. პირველ რიგში ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ბაჩო ახალაიას და ანინა დარეიშვილს. დღეს ეხლა რაც გააკეთა სუსმა, ვით რამოდენიმე რაღაცა თქვა. პირველი, აღსანიშნავია ის, რომ 4 ოქტომბრიდან სადღაც 2 თვის შემდეგ 2 თვისზე უკვე მეტი გავიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დააკავეს მათ ბაჩო ახალაია, თორემ მანამდე ფაქტობრივად ამ საქმესთან დაკავშირებით ჩუმად იყვნენ, ეს ერთი. რატო გააკეთეს ეს? იმიტომ რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით არ გამოუვიდა რეჟიმს მტრის ხატი შეექმნა 4 ოქტომბრის იმ ორგანიზატორებთან, რომელიც უკვე ციხეში ყავს. ანუ როგორ შეიძლება ეხლა მტრის სახელმწიფოს მტრად გამოიყვანა პაატა ბურჭულაძე, მსოფლიობანი, მურთაზოდელავა, კრიმინალებთან მებრძოლი, უპატიოსნესი პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე კიდე, ხო, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. ამიტომაც აი ესე რომ ვერ დახატა მათ შორის საკუთარ ამორჩეველში, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს მტრები არ არიან, გადაწყვიტა რომ დამატებითი ბუა შემოიყვანოს ეხლა ამ პროცესში და დამატებითი ბუის სახით შემოიყვანა ეხლა სწორედ ბაჩო ახალაია, თითქოს ის იყო მთავარი ორგანიზატორი 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. თან ილაპარაკა ისე რომ არც ერთი კონკრეტული მტკიცებულება ამასთან ანუ ინტერნეტ ტრაფიკით ხო, ამითაც არაფერი არ იმას ვიმეორებ, რაც მოვისმინეთ სუსიდან და დათვლილიც აქვთ მურთაზოდელავასთან ამ აპლიკაციებით 157 ჯერ შედგა კონტაქტი ბურჭულაძესთან, 100 ჯერ, 29 ჯერ პაატა მანჯგალაძესთან, ლაშა ბერიძე 26, ირაკლი ნადირაძე 21. დიახ. და სადაც და ნახეთ, ხო, რაღაცა სისტემი ჩამოგვითვალეს, რა ქვია, საათები რო ჩამოგვითვალეს, ეგ ნახეთ, მაგრამ იმის გარდა ყოველ შემთხვევაში რაღაცა კონკრეტული ჩვენ არაფერი არ გვინახავს რეალურად. უბრალოდ მან კი კომუნიკაცია რო ქონოდათ რა ანუ კომუნიკაცია მეც მქონდა მათ შორის. ხო, ყველა მათგანთან ყველა მათგანთან კომუნიკაცია მეც მქონდა, რა ვიცი, ჩვენ ეს არა ვართ ქოცები, ეხლა ლილუაშვილი 2 თვის წინ ძლევამოსილი ადამიანი რო იყო და ფეხვეს რო ეგებოდნენ და ეხლა მარტო რო დატოვეს ციხის კართან და ერთი ქოცი არ მისულა მის დასაცივად, ჩვენ ესე არა ვართ, ჩვენ ყველა ერთმანეთთან კონტაქტობთ, ყველას ერთმანეთთან მეგობრობთ და ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს და ერთმანეთთან ვურეკავთ. ჩემიც რო გადაამოწმო 4 ოქტომბერს მეც დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა, მან რა ქვია, ბაჩო ახალაია, ანუ რა არის მე ეს რას ნიშნავს, რა მტკიცებულება ეს არის საამისოც და მურთაზოდელავასთან მეც ვრეკავდი და პაატა ბურჭულაძეს მეც ველაპარაკებოდი, ანუ რა მტკიცებულება არის ეს საამისო, რომ ადამიანი უბრალოდ აი ესე აიყვანო და მხოლოდ იმისთვის რომ შენ გჭირდება ეხლა ბუად გამოიყვანო და დააჯერო საქართველოს, ზოგადად ხო ცნობილია ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ყველაფრის დაჯერება შეუძლია ქართული საზოგადოების რაღაცა ნაწილს და ესე გამოიყვანო და შემოიყვანო ამ ყველაფერში და ადამიანმა რომელმაც 10 წელი სამარტოო საკანში გაატარა და მოიხადა, ეხლა კიდე ხელახლა გაუშვა იმაში ციხეში. ანუ არანაირი კონკრეტული მტკიცებულება ჩვენ სუსისგან ბაჩო ახალაიას მონაწილეობაზე რეალურად არ მოგვისმენია და რაც ყველაზე მთავარი მე მენიშნა ასევე სუსის ბრიფინგთან დაკავშირებით, ინგა არ იყო მათ შემთხვევით ნახსენები ანინა დარეიშვილი. ანინა დარეიშვილით ფაქტობრივად სუსის ბრიფინგიდან მენიშნა ის, რომ ბაჩო ახალაიას ფაქტობრივად აშანტაჟებენ, მათ შორის იმით, რომ ანინა დარეიშვილი შეიძლება დააკავოს. გაგიჩნდა თქვენ, რომ მოისმინეთ, რომ მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებსო გამოძიება იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ანა ნადარეიშვილი მონაწილეობას მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანუ გაგიჩნდათ განცდა, რომ ეს არის მისგან აღიარების მოპოვების მცდელობა ახალაიასგან? არ იცნობენ, ეხლა ესენი რაც 10 წელი ვერ აღიარებინეს ბაჩო ახალაიას, ეხლა რა უნდა აღიარებინო, მან მამქურთება ბაჩო ახალაიას, მაგრამ ეს ნამდვილად მენიშნა, მათ შორის სუსმა ამას ხაზი გაუსვა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბაჩო ახალაია დუმილის
ხელისუფლებას იყენებს, რომ მთელი კონტექსტი მოვისმინე მე ესუსის, ასევე მე ამ ანალიზს ვაკეთებ იქიდანაც, რომ თქვენ გახსოვთ, როდესაც დაკითხვაზე დაიბარეს ბაჩო ახალაია, პარალელურად დაკითხვაზე დაიბარეს ასევე სუში, მისი ცოლი ანინა დარეიშვილი, ეს ასევე იყო მაშინ რეალურად ზეწოლა მასზე ფსიქოლოგიური, მაშინაც მას ფაქტობრივად ამით მესიჯი გაუგზავნეს, რომ ისინი რაც უფრო მძიმე იქნებოდა ბაჩოსთვის საკუთარ დაჭერაზე უფრო მძიმე იქნებოდა, ხა ცხადია მეუღლის დაჭერა, რომ ასე შეიძლებოდა მომხდარიყო და ეხლა სუსმა ეს თქვა რეალურად აი ეს გვითხრა და რის გადაფარვას ცდილობს ამით ალბათ ბევრი რაღაცის მათ შორის ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი კითხვა ეხლა აქ რატომ დასჭირდა 2 თვი ნახევრის შემდეგ აი ამ საქმეზე დაკავება ბაჯერ რა იარაღები ინგა ეხლა რამდენი არჩევნების წინ გახსოვთ თქვენ დარწმუნებული ვარ რომ გახსოვთ ყველა რამდენჯერ რაღაცა სამალავები აღმოუჩენიათ რამდენჯერ სახელმწიფო გადატრიალებაზე და საბურავების საქმეზე და ასე შემდეგ გამოძიება დაუწყიათ და შემდეგ არც ერთი ბოლომდე არ მიუყვანიათ, ხო? რეალურად, ანუ რატო დასჭირდათ ეხლა? თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ ანა? მე სხვათა შორის, როდესაც დღევანდელი ბრიფინგი ჩაინიშნა, გაჩნდა ასეთი მოლოდინი, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაჭერიდან 2 დღის შემდეგ უცებ აი ეს დღეს დადებული გამოძიება, ხომ არ შეიძლება იქითკენ მიდიოდეს, რომ რაიმე ურთიერთკავშირის მცდელობა დადონ საბოლოოდ, იმიტომ რომ მაგალითად იგივე ყოფილებზე ადრე ისინი აკეთებდნენ განცხადებებს, მინიშნებებს ოპოზიციასთან მათი ყოფილი ლიდერების შესაძლო კავშირების შესახებ, ხო? რატომ დღეს, როგორ ფიქრობთ? მე ანუ ამ მოვლენების ანალიზის რასაც უყურებ ერთი ის რომ არაფერს არ გამოვრიცხავ რა თქმა უნდა თუმცა ხა კატეგორიულად გამოვრიცხავ რომ რამე ტიპის კავშირი ამათ შორის არსებობდეს ერთადერთი რაც ახლა სუს უნდა და რაც ქართულ ოცნებას უნდა არის ის რომ რაღაცით გადაფაროს ეს კორუფციული სქემები და მათ შორის ლილუაშვილის საქმე და რაღაცით მეორე სანახაობა ანახოს ახლა საზოგადოების რომლითაც დაავიწყებს იმ სკანდალს რა სკანდალიც გადაფარვა თუ უნდათ არ დაიჭერდნენ მინიმუმ ღარიბაშვილივით გირაოთი გაუშვებდნენ ხო და მეთანხმები ბაჩოს დაჭერას გულისხმობ ამ შემთხვევაში კი ბატონო უკაცრავად მე წამივი და ეხა ტვინი ლილუაშვილი ესეც ვეღარ ვეწევი ისეთი ამდებია თავში გვეცემა ახალი ამბები და შესაბამისად ესეც თუმცა ეხა რაც არ უნდა გადასაფარი მათ ძალიან ბევრი აქვს კორუფციული სკანდალი აქვს გადასაფარი ლილუაშვილის საქმე აქვს გადასაფარი ღარიბაშვილის გადასაფარი რაც ყველაზე მთავარია ქიმიური მოწამვლის საკითხი აქვს გადასაფარი ინგა და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველანაირ თემას შემოიტანენ, იმისთვის ყველანაირ აბსურდს მოიგონებენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს აი ეს კითხვა, რითი დაგწამლეს აქციების დროს, რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ აი ეს არ იყოს აქტუალური, ეს ჩაიკარგოს და ამაზე არ ქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს ისა რა ქვია, კითხვები. ამიტომაც გადაფარვა ბევრი რაღაცის უწევთ მანდ, მაგრამ ამ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ამას რო დაუბრუნდე, მაინც ამ ყველაფერს მე ვუკავშირებ იმას, რომ ვერ შეძლო მათ შორის პროპაგანდის მეშვეობით ვერანაირად ხელისუფლებამ ის, რომ რეალურად მისგან 4 ოქტომბრის ორგანიზატორებისგან გამოიყვანა ბუა გამოიყვანა სახელმწიფოს მტრები ვერ დააჯერა საზოგადოება იმაში რომ ამ ადამიანებს ეს ადამიანები სახელმწიფოს მტრები არიან და ეხლა ამ ყველაფერში შემოიყვანა ეს რა თქმა ბაჩო ახალაია და მოიგონა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რასაც ეხლა აკეთებ ჩვენ ფოკუსი არ უნდა აგვერიოს მე დარწმუნებული ვარ რომ ვერც ბაჩოს ვერც ანის ვერც 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს ვერავის საერთოდ ვინც ციხეში არიან გულისხმობთ რომ ბაჩო ახალაია არაფერი ბაჩო ახალაია რო ყოფილიყო 4 ოქტომბრის ორგანიზატორები არ მეუჭირდებოდა არც ამის თქმა არ თვითონ გაუჭირდებოდა ამის თქმა, მაგრამ არც ერთ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვერავის ვერ დაგვაშინებენ, ჩვენი მთავარი ფოკუსი არ უნდა აგვერიოს და მთავარი ფოკუსი არის ის ყველაფერი, რასაც აკეთებს რეჟიმი და მთავარი ფოკუსი ახლა არის ის, რომ ვერ უშველის გადაფარვა იმ კითხვაზე პასუხს რითი დაწამლა საქართველოს მოქალაქეები და რატო გაუსწორდა საქართველოს მოქალაქეებს ასე და რომ ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა არის ის მთავარი მოთხოვნა, რაც ყველას ერთად გვაქვს. მადლობა ანა, თუ გავიგებთ დამატებით ინფორმაციას, მინიმუმ ანა ნადარეიშვილი გათავისუფლებულია უკვე თუ ჯერ არა, თუ გაიგებთ უფრო სწორედ, იმედია მოგვაწვდით ამ ინფორმაციას, მადლობას გადაგიხდით.